შეპირებული ვიდეო ლოლოს. აი მოვედი ლოლოსთან. შევდივარ ახლა 2500 გამომწერი ყავს უკვე. გამარჯობა ლოლო. აკაურობა. როგორ ახლა? გამარჯობა. რომა გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახლა ჩემო ძმაო? ეს ნარდი აუცილებლად მოვაჩვენე. ეს არის ნარდი. აქვე თამაშები ხოლმე ნიშას. დღეს არ არის ნიშას ამბობენ. ლოლოს სასტავს გუგიჩასგან. ეს არის ესე იგი საკრალური ნარდი. ნიშას რა ანგარიშია? 3-2 გუგებს, ხო? ეხლა ლოლოს ამბავი 1000 გამომწერზე. ლოლომ თავიდან მთხოვა რომ მოდი რამე ვიდეო ჩამიწერეო YouTube channel-ზე, თავის YouTube channel-ზე რომ გამომწერები რომ დააგროვოსო. პირველი ვიდეოს, მოკლედ, პირველი სერია იყო რომ ლოლო მეთქი ახლა ჩემი ხათრით თუ ვინმე მოგემატება ეს რა დგინდა და შენ რაღაც რაოდენობა დააგროვე ახლა 20 გამომწერი ყავდა მაშინ და რაღაც რაოდენობა დააგროვე და მე შეპირებული სიტყვა ჩაგიწევ თქო. რამდენი დავაგროვო? ახლა 1000 ხო არ გეტყვი მეთქი და 980 რო დააგროვებ მე და მე არ გაჩერდა. ლოლო არ შეეშვა. და 1000 გამომწერი როცა დააგროვა, პირველი ვიდეოც ჩაიწერა რომ გაუმარჯოს ლოლოს. მე შევპირდი რომ 2000-ზე კიდე ერთი ვიდეო ჩემზეა თქო. ასევე არ გაჩერდა ლოლო. და დაგვეხმარა კაცებში შოუ და დათო მეკვლე ვიყავი და მოკლედ კაცების გამომწერების დიდი არმიიდან მოკლედ ჩვენ პატარა არმიას დაემატა ორ დღეში ლოლოს გამომწერების რიცხვი გაიზარდა 2500-მდე, ხო? კი ბატონო, ეხლა ჩვენებმა უნდა დაეხმარონ კაცების შოუს. 2500 გამომწერი ყავს მოკლედ ლოლოს. და ეხლა რაც შეეხება დალაქსზე რო შეპირებული ვიყავი ამბავი ლოლოს, ეს ხო მოუყევი და ესე იგი ლოლო მითხრა რომ ჩემმა გამომწერებმაც ნახესო უკვე და ამიტომ ეს ამბავი კი არა და მოდი ახალი ამბავი თქვა, დავიწყოთ ახალი ამბავი, დალაქსზე ერთი ძალიან სასაცილო ამბავი და გავაგრძელოთ ეს სერიალი და 4000 გამომწერზე როცა ახვალ ამ ამბის დასასრული იყოს მაშინ. კი ბატონო, იყო იმ ვიდეოში რა YouTube channel-ზე. YouTube channel-ზე. ამბავი არის ასეთი. ტიპი მიდის დალაკთან და ეუბნება რომ შეყვარებულიო და მშორდაო და ისე შემჭერიო თმაო რომ მიხვდესო ვინ დაკარგაო და დალაკმა უპასუხა თუ რა უპასუხა დალაკმა ამას 4000 გამომწერზე როცა ავა ლოლო მაშინ გავიგეთ. ეხლა ლოლოს ყველა ვიდეო, რაც ძირითადად კულინარიული მიმდინარეობის არის, ეს არის რომ ლოლო რასაკეთებ დღეს ესე იწყება ხოლმე ვიდეოები. კი, ლიდა ამბობს ამას, ჩემი ოპერატორი. ლიდა ამბობს ესეთ კითხვას სვავს კადრს მიღმა და ლოლო ამბობს რომ დღეს ვაკეთებ რაღაცას შამპურზე, ლობიოს შამპურზე, პოპკორნის შამპურზე, ყველაფერი მოკლედ რაც თავში მოგივა, ყველაფერი შამპურზე და დღეს მოვედი წვერის გასაპარსად და ამ ვიდეოებით ისე არის ახლა ლოლო მოცული რომ მინდა რომ გავაფრთხილო ლოლო რომ დღეს ის კი არ იყოს ამ ვიდეოში რომ დღეს გოგიჩას შამპურზე კი არ ვაკეთებ არაფერს წვერს გამპარსა უბრალოდ შამპურზე თუ გინდა რომ ასიამოვნო დღეს არის ამ ვიდეოს როცა ვიწერთ 6 იანვარი, 7 იანვარი ახვალ შობა და გურულ ღვეზელს გააკეთებ თუ არა შამპურზე. აი ეს იყოს შეხوار გაიკეთებია ჯერ. ყველაფერი გაგაკეთებ. აი იდეა მომაწოდა საინტერესო. თუ შეგიძლია რომ გურული ღვეზელი გააკეთო შამპურზე და გამოგივა თუ არა გემრიელი. ეს იყოს შენი გამოგია. კი ბატონო, ვაკეთებ. გილოცავ 2500 გამომწერს და ღმერთმა ესე იგი 2500 მადლობა